მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებ NLAT-ის ცოცხალ სესიას party poker-ზე და დავაკომენტარებ ჩემს გადაწყვეტილებებს. უკვე მიმდინარეობს რამდენიმე დარიგება. შესაბამისად, აქ მეგონი მე დავფუშავ, აქ სიტუაცია შვიდან დაიწყო, ყველა აღარ დავაკომენტარებ. მაგრამ ყველაზე ლოგიკური ფუში იქნება ჩემი აზრით ამ სიტუაციაში. ტრიბეტ ბანკია, ანუ მე დავატრიბეთე. მე თერზე რაღაცა ვიდეოს ვთავდი და ვერ მოვიცალე და თაიმანკი გამითალა და დამეჩეკა შემთხვევით და ეხლა მივიღე ოპონენტსგან ფსონი და ორი ფლეშ დროდებს, რა ვიცი, სტრიტ დროები რაღაცეები და ფიქრობ რომ აქტოს დამით ფუშის გარდა უკეთეს ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ რა. იქითაც წუსდამ. კი ბატონო. დღისით თამაშობ. მაინტერესებს დღისით რა შემადგენლობებია party poker-ზე. ჯერჯერობით არ შემიხედია შემადგენლობებისთვის. დამავალეთ ვფიქრობ რომ აქ რა ვიცი, სკვიზი შემილია თავისუფლად. კოლით შესვლაც შესაძლებელი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სკვიზი გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნება. ზოგადად მულტიპოტები ის არ არის რისკენაც რისი პროვოცირებაც გვინდა და შესაბამისად სკვიზი ჯობდა. მივიღე კოლი ვფიქრობ რომ ესეთ ფლოპზე შეიძლება მაგრამ მეორე მხრივ ჩეკი ჯობია აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, სადაც თუ ტუზი არა აქვს ოპონენტს, ხშირად შეიძლება წყვილი კონდეს რამე რა, ტრიბეთის კოლში და შესაბამისად fold equity ძალიან დიდი შეიძლება არ იყოს. ოპონენტმაც დაჩეკა. დავიჭირე გაჩოტი, მოდი ახლა ამჯერად გავალნახევარ პოტს. და ამ რივერზე რავი, ერთის მხრივ დაფუშვა შემილია. ფლეშ კარდია. მეორეს მხრივ მეგონი ფუშია ყველაზე ლოგიკური, იმიტომ რომ ოპონენტს ტუზი რო ქონდა ალბათ თვითონ იაქტიურებდა. თუ ტუზი არ აქვს, დანარჩენი რაღაცეები უნდა დავაყრევინოთ რა. ვალეტები და რაღაც ეგეთები. შევუტიოთ. ზოგადად რამდენად კაი ფუში იყო ეგ საკითხავია. ისეთი პატარა თაიმანკებია, რომ სანამ ეს ვიდეო ჩავწერ და რაღაცა, მე მგონი არც ერთ მაგიდაზე თაიმანკი აღარ მაქვს რა. წესიათ რაღაცა დაფიქრდე, მოიფიქრო, მით უმეტეს დააკომენტარო, მაინდა-მაინც მაგის დრო ნამდვილად არ აქვს. ეგ მინუსი აქვს ამ რულს რა. ბევრ მაგიდებს ვერ ითამაშებ. აი ხა 4 მაგიდაზე ვიღებ ვიდეოს და რაღაცა განსხვავებული ფორმატით ვიწერ, ანუ რაღაც ცოტა ცუდად ალაგებს რა მაგიდებს. ცუდად რა გაგებით, ანუ მარტო ერთ ხარეს ალაგებს მონიტორზე და რაღაცა უშნო ვიდეო არ ყოფილიყო. მარტო ამ 4 მაგიდის ფორმაზე დავიწყე ჩაწერა რა. ცოტა ისეთი ვერტიკალური ვიდეო იქნება სავარაუდოდ, მაგრამ არა უშავს. დიდი სესია არ იქნება, 1.5 საათი, 25 წუთი 1.5 საათი ვითამაშოთ. უბრალოდ შემადგენლობებს გადავხედოთ. მოდის კარლოთიანი უბრალოდ გადავაგდო, ესეც უბრალოდ გადავაგდო. ეს ოპონენტი სავარაუდოდ არის რეკრეაციული მოთამაშე და თავიდანვე მოვნიშნავ. იმიტომ რომ ლიმპავს ეს მოთამაშეც აი მაგალითად წეღავნისაც ვინც დაუბლეფება, არ მქონდა საერთოდ მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ არ დაიმატა, ანუ ავტომატურ შესყიდვაზე არა აქვს და არ იმატებს ტექსტს და შეიძლება რიგ შემთხვევებში ეგ იმის ნიშანი იყოს, რომ რეკრეაციული მოთამაშეა. ნახოთ. ცოტა ხანი შევხედოთ და მე გავაკეთოთ დასკვნა. თამაში ასთავარია დინამიური თამაში მიდის, ეს კაია. ანუ რაღაცა ესეთი ძალიან ტაიტი და NLAT-ია ეხა ეს რა. სხვადასხვა ეხა NLAT არც ისეთი პატარა ლიმიტი არ არის რა. ჩვენს NLOT-ზე უფრო ძვირი ლიმიტია და თან ექშენი არის უფრო მეტი ვიდრე ჩვენთან, იმიტომ რომ ეხა დღის პირველ საათზე უკვე 5 მაგიდაა. თან ნახავ მოდი, აბა რამდენი მაგიდა გვაქვს, როგორ რანაირად.
6 მაგი 6 მაგი და არა 5 მაგი და მე 6 მაგი და ვიღაცამ დასტარტა და ნელ-ნელა ალბათ ისიც შეივსება. ახლა თაიმაგი რაღაც მესზე ვასავით ხო თაიმაგი ანუ რაღაც დამემატა თაიმაგი არა და გამითადა ზეგან თაიმაგი ის დუზდამა რომ ეჭირა ის მაგი და დამემატა თაიმაგი ხო ეს კაია რომ დამემატა ხო მოკლედ რაღაცა თავისი თაიმ არა აი აქ ისევ 3 პოსტლობ გათამაშებებზე ხო გასაგებია პრესლობზე მაქვს თაიმაგი და პოსტლობზე არა მაქვს აი ეგეთი რაღაცა განსხვავებული თაიმაგების პოლიტიკა აქვს ესე იგი ამ მოთამაშემ რა ითამაშა საერთოდ ვეღარ გავიგე ნუ ეს რო ფიშია გავიგეთ რა გავიგეთ აქთან შეგვიძლია ამოვიღოთ ეს რა არის აქ დარიგებებია ხო მინდა ნახო კაი აბა ნახო იმას გავიტან ეკრანიდან და ისე ნახო ხო კაი მოდი სანამ ამას ვნახულობ აი ესეთი დარიგებაა შოუდაუნი გვაინტერესებს თორე ხო გასაგებია ანუ ფიში იყო რა ანუ მეგონი ფიშები ბლომად უნდა იყო აქ რა ეგეთი ეჯო გონივრული ეჭვი მაქვს რომ ფიშები ბლომად უნდა იყო მაგრამ მეორე მხრივ ალბათ ჩვენი რუმებისგან ჩვენი NLOC-ბისგან განსხვავებით ცოტა ნაკლები ფიშები იქნებიან რაც ცალსახად ესეთი ცუდი არ არის რა, იმიტომ რომ ცოტა მოწესრიგებული თამაში იქნება სამაგიეროდ. ცოტა ნაკლები ლიმპერები რაღაცა და ცოტა მოწესრიგებული თამაში იქნება და ხო, ეს ტოსკაროლი. მეგონი დასაყრელია. რაღაცა ლაპარაკში მოკლედ ცოტა ავწდი თამაშს. ეცდები ხა დაუბრუნდი რა. თან რაღაცას რეპლეიერს უყურებდი რა, მეგონება დიდი მნიშვნელობა არ ქონდა მაგ რეპლეიერსაც რა. ტოსკაროლი ორი ოპონენტის წინააღმდეგ, რავი, შემიძლია ჩვეულებრივ 1-13 გავაგრძელო აგრესია. ნახოთ რა რეაქცია იქნება ოპონენტებს. ეს დავადრიბეთოთ. და წყალი დავლიე და 22 ხმები თუ იყო უკაცრავად. ეს tailing მე მგონი რეგი უნდა იყოს. სხვა მაგიდებზეც ჩანს. ნუ სხვა მაგიდებზე რა აქ ჩანს რა. მეტი არსად. აჰა, ძალიან ძლიერი ხელი კი მაქვს ერთი ფერის ტუზდამა. მაგრამ მოდი პირველი პოზიციის ფორბეთის წინააღმდეგ უბრალოდ გადავყაროთ და თან 3x ფორბეთია და დავივიწყოთ ჩვენი ერთი ფერის ტუზდამა. Solvers უყვარს ძალიან რაღაც ერთი ფერის Broadway hand-ების ფორბეთებზე დაქოლა განსაკუთრებით პოზიციაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ NLAC ცოტა განსხვავებული სიტუაცია იქნება, ვიდრე Solvers წარმოუდგენია. ამ რომის მინუსებზე და პლუსებზე ბევრი გვაქვს ნალაპარაკები სხვა ვიდეოებში, სადაც თამაშობდი fast forwards. აბერტი fast forwards-ზე ნახო თუ არის action-ი. რა ხდება вообще? ჯერჯერობით, ხოდერს NL25 არის fast forward-იც და cash-იც NL25 არის საკმაოდ მოხდილი ლიმიტი რა. ამათი NL25, ანუ დოლარში NL25 არის დაახლოებით იგივე, რომ რაღაც ჩვენ რომებში ითამაშო NL50 და NL100 ერთად რა. საშუალო დაახლოებით გამოგივა დოლარში NL25 რა. და მოდი აბა ეხლა ვნახო რეგულარულ მაგიდებზე რამდენი ხალხი თამაშობს NL25-ს ამ მომენტსაც. არაფერი 3 მაგი და მე 4 მაგი და აქვს დასტარტული ვიღაცას და შეიძლება მოიხოდოს რა.
ხა მომეწე სამი მაგი და არაფერი არა, მაგრამ საღამოობით და ზოგადად ანუ NL25 ისეთი ლიმიტია ამათთან რა. მუშაობს აი ძალიან აქტიურად, რავი, არის ხოლმე 10-12 მაგი და ხანდახან და ძალიან ისეთი აქტიური ლიმიტია. ერთი მე SSI-ის გაკეთება, უეჭველი საჭიროა. აქ აქ ადრე ამათ ქონათ დეპოზიტ ბონუსი, ანუ ქართველებს რა. ეს ხო ფართი პოკერია, კრისტალბეთით არის, ანუ მე ხო კრისტალბეთით ვარ შესული ხარ რა და კრისტალბეთით თამაშობ და შესაბამისად კრისტალბეთს ქონდა რაღაცა პონტი, რომ დეპოზიტზე 1000 ლარიან ბონუს გაძლევდნენ და გამოსამუშავებელ ბონუსს რა. იმას მივწერე და ვერ გაიგო რა მინდოდა იმ უბრალოდ გაიგო, ეგონა რომ ისე ვიყო და მითხრა რომ აი დარეგისტრირებიდან ამდენი ხანი შენ გექნება დეპოზიტ ბონუს, რაღაც ის მომწერა, copy paste ჩამიგდო რაღაცა და მე ვთქვი ძალიან დიდი ხნის წინ რომ მეთქი დარეგისტრირებული და ეხლა გამიაქტიურებ მეთქი ბონუსი თუ მიაქტიურებ და გავაკეთებ მეთქი დეპოზიტს და ნუ ვერ გაიგო რა მინდოდა რა. კაროლათიანი. კაი, გადავაგდებ ამ კაროლათიანს პირდაპირ. აღარ ვათრევ ტყილა. რაღაც სიმპათიურად კი გამოიყურებოდა ფლოპზე, მაგრამ ჯანდაბას დაუღია. ვერ გაიგო რა მინდოდა კაროჩე და ერთმა დავრეკო მაგ თემაზე გავარკვიო და თუ მომცეს რამე დეპოზიტ ბონუსი გავაკეთებ დეპოზიტს და NL25-ს ვითამაშებ ხოლმე აქ რა. ისეთ საათებში როცა აჭარაზე და ლიდერზე ვაფშე ექშენი არ არის, აქ რაღაცა მაგიდები ყოველთვის მოიძებნება ხოლმე რა. აი ხა ამ მომენტებსაც მაგალითად სამი მაგი და NL25 არის რა. სულ არაფერს ჯობია. თან ცოტა შემადგენლობებს გადავამოწმებდი, რა შემადგენლობები თამაშობს როგორანაირად. ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია რავი ფართი პოკერის შემადგენლობებთან დაკავშირებით NL25-ზე დაწერეთ კომენტარები. სხვა ვიდეოებშიც იყო კომენტარები, ხალხი თამაშობს ეთქობა ქართველები თამაშობენ ეთქობა ფართიზე. ვიღაცებს მოწონათ ძალიან თქვენს რომ კაი რუმია და მოგწონს და რაღაცა. უფრო ტურნირებს ალბათ. მოდი ამას უბრალოდ გავლიმპავ, small blind-დან ესეთი ჰენდით დარეიზებას დიდი აზრი არა აქვს. ესეთ ბორდზე რავი ჩვეულებრივად ძალიან პატარა საიზინგით გავიდეთ. ძალიან ძლიერი ხელი გვაქვს და ვეცადოთ რომ რეალიზება მოვახდინოთ. ამას გადავყრით. კაი თერნი მოვიდა, გავაგრძელოთ აგრესია. ორიანებს მოდი გავლიმპავ, იმიტომ რომ არასრული სტეკი ზის ბლაინდზე და ესეც არასრული სტეკია და რავი, ორიანების დარეიზება რაღაც დიდად რატოღაც არ მესიმპათიურება და ნახოთ ფლოპი უბრალოდ. თუ რამეა დარეიზებას ყოველთვის მოვაზრებთ. ახონდის. იდეაში fold equity-ს რაღაცნაირად fold equity-ს ვერ ხედავდი რა. ორი ოპონენტი რახან იყო არასრული სტეკები და აი მესამე ოპონენტია კიდე არასრული სტეკები. მე მგონი ძალიან კაი სასტავია. აქაც აი არა ეს არ არის. ეს უბრალოდ თამაში არიან. აქ ერთი ეს მიზის არასრული სტეკი. კაი, დანარჩენებს მე დავაკვირდეთ რა. ექვსი მაგი და NL10 თამაშობს. მაგრამ მე 4 მაგიდაზე გადავწყვეტე. სესიის გაკეთება, იმიტომ რომ ხა დეპოზიტი აქ რაც მქონდა, ანუ დამატებებზე და რაღაცებზეც რომ ყოფნოდა 4 მაგი და გამომდიოდა ეგრე რომ მე თამაშა სრულფასოვნად რა. და თან ის ფაქტორი იყო, კიდე გავაკეთე დეპოზიტს, მაგრამ რომ დავიწყე სესია მაშინ არ იყო ის 2 მაგი და ეხა მოიხოდა და აღარ გავაკეთე დეპოზიტი, დავიგიდე რა. ვითამაშეთ 4 მაგი და 2 კოლი საკმაოდ ნორმალური ფლოპია მე მგონი აგრესიის გასაგრძელებლად. ესეთ ფლოპებზე მე გავაგრძელებდი ისეთი ჰენდებით აგრესიებს ზოგადად გაწყვილებულ ბორდებზე. fold equity კარგია, მაგრამ ისეთი ჰენდებით გავაგრძელებდი აგრესიას, რომელსაც მაგალითად რეიზზე თავისუფლად დავყრი რა. და ამ შემთხვევაში ეს კაროლი იყო ეგეთი ჰენდი. აქ ვფიქრობ, რომ ოპონენტს ვალეტები 10-იანები იშვიათად ექნება, შესაბამისად ace high ვფიქრობ, რომ ნახე ვალეტები ეჭირა. ამას ვერ ვფიქრობდი, ანუ cold call-ის რეინჯი ესე ვალეტები მე უფრო რაღაცა პატარა წყოს ველოდებოდი რა 5-იანებს 4-იანებს რაღაცებს სადაც გადავასწარი და აქაც რავი ვეცადოთ რომ მოვიპაროთ კი ორი ოპონენტია მაგრამ ნორმალური ფლოპია თან ტუზი გვაქვს ტუზა ტუზ ჯვარი და რაღაცა ვექტორ საფლეშე რაღაცა ფლეშ კარდზე აქ რავი მეორე ბარელი შეიძლება გავაკეთოთ და დიდი საიზინგით სავარაუდოდ რაღაცა full equity შეიქმნას თან თუ რამეა შეიძლება გავფლეშო რივერი დაჭეკვა შეიძლებოდა equity-ს რეალიზაციაც თავისუფლად. მაგრამ ვფიქრობ, რომ არის fold equity, იმიტომ რომ flop-ზე ძალიან პატარა საიზინგით გავედი და ოპონენტს მივეცი საშუალება, რომ გაეთრია ძალიან ბევრი თრეში თერნამდე.
ამოდიან პოტბეტზე უბრალოდ გადავყრი რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გაჩოდი და მესამე წყვილი მაქვს, ერთი შეხედვით კი არის ეკვითი, მაგრამ მეორე მხრივ მაგფლოპზე რაღაცა იქნება რა. სამი ოპონენტის წინააღმდეგ, მოდი უბრალოდ დავჩეკავ, აზრი არა აქვს გასვლას. და რივერსიც არ ვფიქრობ, რომ სამი ოპონენტის წინააღმდეგ მოპარვას რამე აზრი ექნება რა. ну, პრინციპში ისეთი ჰენდები ეჭირათ, რომ ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ იქნებოდა სასწაული, რომ ფოლდ სამი ფოლდი მენახა მაგალითად, მაგრამ იშვიათად იქნებოდა. ეგეთი კარგი სიტუაცია. კათოვზე კონექტორი დავარეიზოთ თავისუფლად. +7-იანი კათოვის წინააღმდეგ დავიცვათ. ფლოპს ვერ მოვედით ვერანაირად. კაროლები მოვიდა. ოპონენტი ჩეკავს საპასუხოდ. მოდი ახლა დაჩეკავ ოპონენტმა, ჩვენ ვეცადოთ რომ პატარა საიზინგით წამოვიღოთ თუ რამეა და შეიძლება აქ ჩვენ ტუზით კარგადაც ვიდგეთ ოპონენტის ჩეკის რეინჯსა. პატარა საიზინგით ვფიქრობ რომ ნახევარპოტს გავალ აქ, არა აქ 2/3-ს გავალ აქ და რივერს დავჩეკავ. აქ მგონია რომ მე ველი უბეთი მაქვს ფლეშ დროებთან, ცხრიანთან. შესაბამისად უნდა გავიდე ყველა ვარიანტში. რეიზს თუ მივიღებდი უკვე, რა თქმა უნდა, მაკაროლებს გადავყრიდი, მაგრამ ესე ორი ბარელი და რივერის დაჩეკვა იყო ჩემი აზრით, ან რივერზეც რანაუტს გააჩნია, შეიძლებოდა კიდე რაღაცა ესეთი მიკროსაიზინგით ველიუს მიღება, ცხრიანისგან ან რამისგან რა, ეგ არ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში წინას არის ჩანაფიქრით ის რა, ანუ ორი ბარელი და რივერი ჩეკ. პოზიციაში თამაშობ, საერთოდ ძალიან კომფორტული. მაგიტომ არის კომფორტული პოზიციაში თამაში, რომ შენ აკონტროლებ პოტის ზომას და ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შეგიძლია უფასოდ აიღო კარტი, ყოველ შეგიძლია უფასოდ აიღო შოუდაუნი და ასე შემდეგ. აქაც ლიმპერი ყავს როგორც ჩანს. ჩვენს გავლიმპოთ და ერთი ბლაინდი დავარეიზო რა და გავიდე რა. ბეთი გავაკეთო. მივიღე კოლი, ვფიქრობ რომ ძალიან ესეთი ბლოკბეტს გავალ კიდევ ერთხელ რეალიზაცია მოვახდინოთ ჩემი ხელის, იმიტომ რომ ფოლდ ეკვიტის იმედი დიდად არ მაქვს აი ამ თერნზე. ოპონენტმა დაკოლა, ტრივეცე ტუსრიანს დავყრი. კაროლალის დავიცავ და აქ ვეცდები რომ მივიღო რამე ველიო. ოპონენტი ყრის, კაროლალეთი, ისა ინიციატივა ჩვენი არ არის. ვფიქრობ რომ აფლოპზე ჩეკ კოლი იქნება რეალური, რეის არ ვფიქრობ რომ დიდი აზრი აქვს, იმიტომ რომ ცოტა ესეთი ბორდია. სადაც ოპონენტს შეიძლება ბევრი მოლოდინი ხელი ქონდეს, რითიც იბლეფოს, ასე შემდეგ, ჩემს კომფორტული არ იქნება მაგ კაროლალეთით. ბევრი რეიზების მიღება და ესეთ რივერზე ვფიქრობ რომ ერთი ნახევარი ბანკი შემილია რაღაცა დავაველიობეთო რა. ნებისმიერი წყვილი. რამე შოუდაუნ რაც შეიძლება თქვა. როგორც თქვი ეგრეა, როგორი მოლოდინიც ქონდა, ანუ შემოდგენლობები სუსტია, რეკრეაციული მოთამაშეები ბევრი არიან, მაგრამ აი რაღაცა ესეთი თამაში მიდის რა, შედარებით მოწესრიგებული თამაში, ვიდრე აჭარაზე რა, აი რაღაც არის რეიზი, ტრიბეთი, აი რაღაც ესეთი კლასიკური შედარებით კლასიკურ პოკერთან ახლოს თამაში მიდის უფრო, ვიდრე რაღაც სამზარეულოს პოკერთან მიახლოვებული თამაში. აი აჭარას მაგიდები უფრო რაღაცა ესე სამზარეულოს პოკერივით არის ხოლმე რა, ლიმპები, მინ რეიზები, ლიმპები, ყველა ნახოს ფლოპი 4 კაცმა, ყველა დარიგებაზე და რაღაცა სუმულტი ბოტები რა. და ძალიან პასიური თამაში და აქ ცოტა ესეთი ასე ვთქვათ კლასიკურ ონლაინ პოკერთან მიახლოვებული თამაში უფრო არის, თუმცა შემოდგენლობები ძალიან კარგია. ყველა მაგიდაზე ერთზე მეტი რეკრეაციული მოთამაშეა წარმოდგენილი, ესე რა, ესე ზედაპირული დაკვირვებით როგორც უყურებ. ეს მოთამაშე მე მგონი არ არის რეკრეაციული მოთამაშე, მაგიდებზე მეორდება, აი აქაც მიზის
თუმცა მეტი არ წარმოიდგენს. მონოტონურ ბორდზე პოზიციაში შორებად 1/13 ეს სტანდარტია. აქ უპოზიციოთ ვარ. მოდი ნახევარი ბანკი გავიდე. ერჩევნია. ოპონენტი კოლავს. კაროლალიც, კაროლამას დავჩეკავ. ამით მე მეორე ბარელს გავალ. დიდი საიზინგით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ძლიერი ვარ და მეორეც ერთი კიდე ვფიქრობ რომ fold equity საკმარისად არის. და მივიღე მეორე კოლი. და ვფიქრობ რომ ოპონენტთან თუ კაროლია ხოლმე, რა თქმა უნდა, მესამე ბარელს დაკოლავს დავარაუდოთ კაროლი, მით უმეტესოცა flash draw-ს და flop-იდან და ასე თქვათ, ბლებს არ დავამთავრებ river-ზე. დავჩეკავ და დავნებდები. ნახვამდის. დავჭით 1-1-ზე და ოპონენტმა ჩემთან თამაში არ გააგრძელა. ეტყობა. ავიღოთ ახალი მაგი და მეთქი უნდა მეთქვა და ვერ ავიღე რატომაც. იმიტომ რომ უკვე ვზივარ. კაი, ამაგიდას ახლა გავთიშო. როგორ გავთიშო? ხო, ესე. მოდი ამას კოლით მივიღებ. იზოლეიტია. ტრიბეთი ჩემელო თავისუფლად. უბრალოდ მეთქი უკიდან არის არასოდეს ტექსტ შემოუშვებ მეთქი რა, ეგ იყო ჩემი ჩანაფიქრი და რაღაც არ გამოვიდა. აჰა, შემიშვეს ახლა მაგიდაზე. კი ბატონო. მეოთხე მაგიდა. დავიმატე, ცოტა ხანი კიდე გავაგრძელოთ, ვითამაშოთ. ჩეკ. ოპონენტი ჩეკავს. მოდი რავი, პატარა საიზინგით გავიდეთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ჩემი ტუზ კაროლი უბრალოდ უკეთესი ჰენდიც არის, რაღაც ტუზვალეტებთან, ტუზ დამებთან და რაღაც გავს რაღაცეებთან. და ესეთ რივერზე ვფიქრობ, რომ ექვსიანი დიდად არც ჩემთან და არც ოპონენტთან არ იკითხება. მაგრამ მაინც თუ ვინმესთან არის ჩემთან უფრო არის ვიდრე მაგასთან და თან ის თემაა რომ შეიძლება რაღაცა შემთხვევით ჰენდთან წავაგო. შესაბამისად მირჩენია რომ დავაყრევინო. ისე ზოგადად მგონია რომ showdown value მაქვს ამ სიტუაციაში რა, მაგრამ არ მინდა რომ რაღაცა შემთხვევით ჰენდთან წავაგო რა, რაც იდეაში არის რაღაც ერთი ფერის თუ 7-იანი ან რაღაც თუ 5-იანი რაღაც ეგეთი რა. და მირჩენია რომ გავიდე. დაახშიათ უბრალოდ ჩეკით რამე კაროლ დამასა და ტუზვალეტთან წამოვიღებდი ხოლმე რა. მაგრამ მე კაროლ დამა და ტუზვალეტი იდეაში ჩემს ფსონზეც ეცემოდა რა. აბა რა ხდება? მომწონს ეს ლიმიტი სიმართლე რა თქვა. ლიმპი, რავი. მე მგონი უნდა შევუტიოთ ეს სიტუაციაში. ლიმპს აუცილებლად პოზიციიდან. ფლოპზე კი გაჩოტი, მაგრამ უბრალოდ ისეთი საშინელი ფლოპია, რომ აქ არ ამგონია რომ რამე fold equity იყოს, შესაბამისად გასვლას აზრი არა აქვს, უბრალოდ დავჩეკოთ, ვეცადოთ რომ რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გაჩოტის, ორი over card-ი გვაქვს. ორი ჩეკი. მაინც ჩეკავ. საშინელი რა ნაუტია და არ ამგონია რომ აქ როდესმე გასაგებია სამიანებს გავატანეთ. არ არის ეს სიამოვნო ნამდვილად, ალბათ ამ კონკრეტულ სიტუაციაში fold-ებს მივიღებდი ოპონენტებისგან სამიანებს, მაგრამ ფაქტი არ არის რა, ფაქტი არ არის რომ სამიანებს დაყრიდა და უშოთ ოპონენტი, ეგეც არ არის ფაქტი. მაგიტომ არის ძნელი მულტიპოტების თამაში. ეგ ხა ეგ ფლოპი ჰეძაპოტისთვისაც ძალიან არახელსაყრელი იყო და მით უმეტეს მულტიპოტისთვის. ეს ახლა ნორმალური ფლოპია, გაწყვილებული. გავიდეთ 1/13 და როგორც წესი აქ იდეაში შეიძლება ჩვენი ოთხიანები რიგ შემთხვევებში კარგად იდგეს ოპონენტის წინააღმდეგ.
არ ვიცი პოინტმა რითი შეიძლება გააგრძელა ბევრი ჯიბის წყვილი შეიძლება ყოფილიყო შეიძლება უბრალოდ რაღაც 2 ქარტი ყოფილიყო რაღაც ეგეთი და ტუზი ის კარტია რომელიც რაღაც 2 ქარტს ალბათ უკვე გადააყრევინებს რა დამა ვალეტიანი რაღაც მსგავსი ჰენდები რამაც იდეაში არ მინდა რომ ნახოს რივერი იმიტომ რომ თუ ვერ მოედო დიდად არაფერს არ გადამიხდის და თუ მოედო კიდე გადამისწრებს და შესაბამისად ვეცადო რომ დავაყრევინო მაგრამ ვერ დავაყრევინე შესაბამისად აქ დავჩეკავ უკვე კი არის რაღაცეები და შეიძლება მესამე ბარელი დავაყრევინო მაგალითად რუიანები მაგრამ არ მგონი ხშირად ქონდეს რუიანები შეიძლება ტუს მოდებოდა ძალიან ხშირად რაღაცა ტუზიქს იქონოდა და ტუს კიდე ვერ დავაყრევინებ აგერ ტუზი ამაზე ვილაპარაკე ერთ ვიდეოში ეხლა გამეორდები რომ ace high-ს გათრევა ზოგადად უყვართ მოთამაშეებს განსაკუთრებით რეკრეაციულ მოთამაშეებს იმიტომ რომ ტუზის მოსვლის შემთხვევაში ფიქრობენ რომ ძალიან კარგი კარტი ეყოლებათ და ანუ ace high-ს ყოველთვის როგორც კარგ მომოდინე ხელს ისე აღიქვამენ აქ დავყრე შეიძლება არც არის რეკრეაციული მოთამაშე ეს კაცმა არ იცის მაგრამ აქ ჯერჯერობით მეგონი ისევ ძალიან ძლიერები ვართ 2-13-ს გავალ იმ გეგმით რომ თუ რეიზი იყო დავეცემი თუ რეიზი არ იყო ჩეკით ვეცდები რომ გავათრიო შოუდაუნზე აი ესეთ სიტუაციაში ახლა რაც გავაკეთე ვლინდება თუ რამდენად ხელსაყრელია პოზიციაში თამაში აი ხანი არ გამიკეთებია ცოცხალი სესია ძირითადად რაღაც ვიდეოებს და დარიგებებს ვარჩი ხოლმე რომელსაც გამოწერები მიგზავნიან ცოცხალ სესიასაც ძალიან თავისებური მუღამი აქვს ეს ზოგადი კონცეფციების რაღაცა დამუშავება გამეორების ამბავში თორე ისე ვიდეოს გარჩევის დროს და დარიგებების გარჩევის დროს უფრო სერიოზული ასე ვთქვათ თეორიაზე მუშაობის პროცესია იმიტომ რომ იქ არავინ არ გვაჩქარებს შეგვიძლია რომ შვიდად გავარჩიოთ რაღაც დარიგებები თუ რამეა შევიხედოთ სოლვერში შევიხედოთ ფლოპზილაში რაღაცები გადავამოწმოთ რაღაცები დავიანგარიშოთ და ასე შემდეგ აქ ისე ორი ოპონენტი მივიღე ორივესგან ჩეკი ესეთი ფლოპია და ესეთი ბორდია ვაფშე რომ ამის მოპარვა არ იქნება ადვილი equity არ ამაქვს რა შეიძლება ეს ace high რაღაც გაგებით შოუდაუნ-ველიუც იყოს მაგრამ აი უკეთესი ჰენდები არ დაეცემიან რა ეგრე მგონია და მირჩევნია რომ ანუ აი რუიანს სავარაუდოდ 2 ბარელით ალბათ შეიძლება დავაყრევინებდი მაგრამ ეს მულტიპოტებში მოკლედ ძალიან ჩაჭერა რაღაცას უნდა განასახიერებდე რა მაგ დროს რა არა ზოგადად მულტიპოტები საკმაოდ რთული სიტუაციაა პოკერში და მიკროლიმიტებზე თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მულტიპოტებში ცოტა ვერ ყვევოდეთ იმიტომ რომ ის არის რა ხშირია ძალიან მაგრამ მეორე მხრივ ისეც არ უნდა ითამაშო მულტიპოტი როგორც დავუშვათ აი ძალიან ნიტურად არ უნდა ითამაშო რომ აი რახან მულტიპოტია მორჩა მარტოველი უძო თამაში მაგრამ თლათ ეგრეც არ არის რა მაინც მულტიპოტებში შეიძლება რაღაცა სიტუაციების მოპარვა და სხვათა შორის ამ სიტუაციების კარგი დემონსტრაცია მოხდა 1-2 3-ჯერ ამ სესიაზე სადაც მულტიპოტები გავათამაშე ხოლმე ძალიან სწორხაზოვნად თუმცა იყო ხოლმე შესაძლებლობა რომ წავომეღო და ხო რავი EMP-ზე კონექტორი დავყაროთ, არ გვინდა. იგივე, კაოშვიდიანი. უკვე ნახევარი საათია რა თამაშობ. ვითამაშე მოდი ცოტა ხანი კიდე. ნახოთ რა 1-2 საინტერესო დარიგება იქნება მოხდეს. 4 მაგი და ეხა ისეთი რაოდენობა არ არის თამაშის, რომ დიდი ექშენი იყოს საერთოდ. აქ რაღაცა რა იქ-ვექი ვიცაც არის, მაგრამ წესიერ ვერ გავიგე რა არის, მე მგონი დიდი არაფერი. რაღაცა 10-15-20%-ის ფარგლებში რაღაც რა გააჩენამდე თამაშობ, რაღაც კაბიკებს იძლევა რა, ისეთი არაფერი არ არის. არა და თავის ძოზე ფართის ძალიან კარგი რეიქ-ვექი ქონდა. სხვათა შორის
ფარტის როცა კარგი რეიქბექი ქონდა, მაშინ ექშენით ძალიან კარგი იყო ხოლმე ფარტიზე. Fast forward-ი ერთ-ერთი აი რაღაცა ზუმის მერე, პოკერსტარსის ზუმის მერე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი სწრაფი პოკერის ნაირსახეობა იყო და ხალხი თამაშობდა ვოდებსაც აკეთებდნენ ძალიან ბევრს. ეხლა წინა დღეებშიც რაღაც ვოდს უყურებდი ხოლმე რა და უყურებდი ფარტი პოკერის NL200-ზე fast forward-ზე და ეხლა ფარტი პოკერის NL200 fast forward-ი მკვდარია. NL200 კი არა, NL50-იც მკვდარია, NL25-ია ექშენი მარტო. ზოგადად ერთი ფერის ექსიონთხიანი უნდა დავიცვა. თან ეხლა როცა ესეთი ფლოპი მოდის, უბრალოდ ცოდვა იქნება რომ არ დაიცვა რა. პოტბეტს გამოდის ოპონენტი, რაც მაფიქრებს იმაზე რომ სავარაუდოდ მაქსიმალურად ცდილობს რომ ფოლდეკვიდის რეალიზაცია მოახდინოს. მე ვფიქრობ რომ რეიზი იმდენად ძლიერი ხელის დემონსტრირება იქნება ჩემი მხრიდან მეორე პოტბეტის წინააღმდეგ რომ უბრალოდ მომიწევს რომ ვითამაშო ჩეკი და აი ეს ყვავი არ მაწყობდა რომ მოსულიყო, იმიტომ რომ მე ამ ყვავით ფლეში დამეხურა. მოდი რაღაცა მაპროვოცირებელი ფსონი გავაკეთოთ 1/4 დაახლოებით და უბრალოდ გადაიხადა. რა მოხდა? კაროლები ქონდა. ხო, კაროლები. უბრალოდ მეორე პოტბეტზე რომ დამერეიზებინა. ეხლა გასაგებია რომ კაროლებს და ტუზებს შეიძლება არ დაყრიდა ოპონენტი რა, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილს თავისი რეინჯისას ალბათ დაყრიდა რა. აქ მესამე ბარელი ხა არ მგონია მქონდეს რავი რა უნდა გადაიხადოს კაროლზე უარესმა და მეორე ხრი კი ჩემზე უკეთესი კაროლი რომ დავაყრებინო მაგის იმედიც ვერ მექნება რა. ერთი მესამე. გავდივარ ოპონენტი პირდაპირ მირეიზებს ძალიან დიდი საიზინგით. ვფიქრობ რომ უბრალოდ კოლი იქნება ჩემი მხრიდან მისაღები. თერზე ძალიან კაი კარტი მოდის, იმიტომ რომ ოპონენტთან სეტების რაოდენობას ამცირებს. ეხლა რამე ტუზდამისგან თუ მივიღებ ფუში, იქნება ყველაზე კაი ვარიანტი. ეს რუიანები, ნუ ნახოთ აბა რა აქვს. არც არაფერი არა აქვს. რუიანები შემიძლია დავყარო, შემიძლია კოლიც, მაგრამ ეს ოპონენტი მოუნიშნოთ აუცილებლად, როგორც მანიაკი. აჰა. ვთქვი მეთქი გავაგრძელოთ მეთქი თამაში და იქნება რამე საინტერესო დარიგებები მოხდეს მეთქი მოხდა რაღაცა საინტერესო დარიგებები. ნახეთ ძალიან ისეთი ექსტრემალური ბლეფი ოპონენტის მხრიდან. ჩეკ რეიზი და ფუში თერზე. ეს მეუბნება რომ ვეღარ ვიმატებო დებოზიტი აღარ აგაქო და არა უშავს ჩანდაბას თუ ვერ დავიმატებთ, მაინც ვამთავრებთ უკვე სესიას. ესე უცებ ფარტი პოკერის ლობი გაჭედავს ხოლმე და ნოლს გაჩვენებს ხოლმე დებოზიტს რა, in play-ს და ისეც available $0 გიჩვენებს. პირველად რომ მოხდა მეთქი რა ხდება, სადაც წავიდა ჩემი დებოზიტი, მე მივხვდი რომ თორმე ჭედავს. რატომღაც აი აქ მინდა რომ ეს ამ ოპონენტის იზოლირება მოვახდინო, რატომ ენდომება ეხა ალბათ მიხვდებით. ეხა პრეფლოპზე რა თქმა უნდა პრეფლოპონის არ ვეთამაშები ამ კაროლ ექვსიანით, მაგრამ თუ პოსტ-პოსტზე წავალთ იმედია რამე საინტერესო შეიძლება რომ მოვიფიქროთ რა, ანუ მოვედოთ რაღაცას და მე რამე საინტერესო დარიგება ვითამაშოთ. ჯერჯერობით უბრალოდ ვეცადოთ რომ მოვიპაროთ. კარგი თერნია ჩვენთვის.
ნამდვილად OESD მოგვცა, მაგრამ მეორე ბარელი არ ვფიქრობ რომ აქ მithomeda სამ გაtiltულ ოპონენტთან ვეცდები რომ გავსტრიტო და მე კაკრას რივერზე რამე ბლეფზე დავიჭირო ან რაღაც ეგეთი რა. ვერ გავსტრიტე სამწუხაროდ. ვერ გავსტრიტე, მაგრამ მეორე მხრივ ფლეშ დროები ააცდინა ოპონენტმა. თუ ASI ფლეშში ყავს, საფლეშე ყავდა, არ ამგონია რომ დამიყაროს ASI ამ სიტუაციაში, შესაბამისად უბრალოდ დავჩეკავ, იმიტომ რომ მგონია რომ ჩემი king high აქ showdown value-ა რა. გასაგებია, რუიან ხუთიანისგან folds ნაღდად არ ველოდებოდი ამ ოპონენტისგან. ცოტა ხანი ვიქნები კიდე 1-5 წუთი და კაკრაზე ესე 40 წუთის სესია, ცოცხალი სესია მევასება რა. რაც მაქსიმუმი ჩაწერილი ცოცხალი სესიები ჩემს არხზე, ძირითადად ესე 40 წუთის ფრაგმენტებშია ხოლმე რა. უკვე ძალიან ბევრი დღეა, არ დამიწყია რამდენი სიმართლე გითხრათ, მაგრამ 1-2 კვირა მაინც იქნება ყველა ვარიანტი. ახლა უწევს შევხედავ ერთი წამი. რაც ყოველ დღე ვდებდი ვიდეოს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ესე იგი რომელი ვიდეოდან დავიწყე ყოველდღე დადება, ახლა უწევ ნახავ. ora 16 ვიდეოა მე მგონი. უკვე. აი ახლა უყურებ ჩემს არხს და მე მგონი დაახლოებით 16 ვიდეოა. დებ ყოველდღე ვიდეოს, ან 16 დღე. ნახავე. აჰა, 23-დან დამიწყია. 23-დან დამიწყია. ეხლა არის 7. ნუ, მოკლედ 16 არ გამოვიდა, 15 გამოვიდა. 15 დღე გამოვიდა და ნუ დავუშვათ ხარ იქნება მე 16 დღე რა. დაახლოებით ეგეთი. თუ არა 16 არის ისედაც. ხო, კარგში არ ნიშნულობა აქვს რა. 23-ის მერე ყოველ დღე ვდებ ვიდეოს. და ანუ 23-იანიდან 7 თებერვლის ჩათვლით რა. ამ შემთხვევაში უკვე 8 თებერვლის ჩათვლით, ანუ ამას ხვალ ავტვირთავ ამ ვიდეოს. და ერთი სიტყვით ეს იმის დამსახურებაა, რომ გამომწერება გამომიგზავნეს დარიგებები, გასარჩევად ვიდეოები და გავარჩიეს ყველაფერი, ანუ ეს ჩემი რაცა საავტორო ვიდეოები იმდენად ბევრი არ ყოფილა, რამდენიმე იყო, სადაც ან ისეთი თემატური სტრატეგიის შესწავლილი ვიდეოები. და ძირითადად იყო ხოლმე დარიგებების გარჩევები და ვიდეოების გარჩევები, რაც ძალიან კარგია, ანუ არხი ცოცხალია, გამომწერები აქტიურობენ, აკომენტარებენ, აგზავნიან რაღაც მასალას, რომელიც გასარჩევია. მაქვს ჩაფიქრებული რამდენიმე ვიდეო, რომლის გაკეთების დროც სამწუხაროდ აღარ რჩება ხოლმე, იმიტომ რომ როცა გამომწერის ვიდეოები მაქვს ან დარიგებები ან მსგავსი რაღაცა ყოველ პრიორიტეტში ვაყენებ ხოლმე მაგას და შესაბამისად ამ რაღაცა თემატურ ვიდეოებს ცოტა გადავდებ ხოლმე, თან რაც უფრო გადავდებ და რაც უფრო გვიან გავაკეთებ, უფრო კარგი გამოვა ხოლმე, იმიტომ რომ უფრო მემზადები ხოლმე გასაკეთებლად. შემდეგი ვიდეო, ესეთი თემატური ვიდეო, რაც მინდა რომ გავაკეთო, არის გემბლინგის შესახებ ზოგადად, გეიმ დიზაინის შესახებ, გემბლინგის შესახებ და ზოგადად როგორ მუშაობს ეს თამაში, დაწყებული ევოლუციური გადმოსახედიდან დამთავრებული თანამედროვე კაზინო გეიმის და სკილ გეიმების გადმოსახედიდან, მათ შორის სპორტზეც მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა და ასე შემდეგ ამოთხენებს უბრალოდ გადავაგდებ. და ახსნა მოკლედ თერთად რაში გჭირდება ეს თამაში, რატო თამაშობთ და როგორ უნდა ვიქონიოთ ჯანსაღი დამოკიდებულება თამაშისადმი რა. ესე იგი ჩაგვაჭირა რივერზე ძალიან value sizing-ი ოპონენტმა. კიდე რაღაცა game design-ზე და რაღაცა ვლაპარაკობდი, დარიგება საერთოდ არ ვიცი რა ხდებოდა. შესაბამისად როცა ესეთი სიტუაციაა, რომ დარიგება როგორ განვითარდა მოვლენები, რომ არ ვიცი, უბრალოდ ამას რომ უყურებ
რომ ტუზვალეტი მიჭირავს და ოპონენტი value size-ით გამოდის, ესეთ სიტუაციაში არ მიცემ თავს უფლებას რომ დავქოლო რა ერთი მარტივად რომ ითქვას და იგივეს გავუწევდი რეკომენდაციას თქვენთვისაც, მაყურებლისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც, როცა თვალყური არ მიადევნე დარიგებას და რა ხდება წესიერად არ იცი და უცებ გამოფხიზდი იმ სიტუაციაში, როცა ორი ოპონენტი 2/3-ს გამოდის, ჯობია ეგ დროს დაყარო და რაღაც უაზრო ქოლი არ გააკეთო რა. მან რა სიტუაცია იყო, რა რანაუტი იყო, კი ჩანდა, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები სხვა ხუშებზე არ ვიცი, იმიტომ რომ სხვა რაღაცებს ვათვალიერებდი და ვლაპარაკობდი რაღაც გეგმებზე. კარგი, აქ დავამთავრებ, როგორც ჩანს დავიღალე, უკვე აღარ ვაქცევ თამაშიდან დიდ ყურადღებას და მოკლედ ნახოთ რა იქნება. გავაკეთეთ რაღაც ვიდეოებს და როგორ განვითარდება არხი. მაგას ნელ-ნელა მე თვითონ გადავწყვიტავ და თქვენც გააგებინებთ. მოკლედ წავედი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ კაი, მოდი ეს სეტი გავათამაშოთ, ბარემ. ცოტა აგრესიულად და ისე დავიშალოთ. კარგი, ხა ისე აგრესიულადაც ნუ გავათამაშებთ, რომ ფლეშს გადავუხადოთ და აი მე რანაირი ფლეში იყო. კარგით, აბა თქვენ იცით.